მოგესალმებით. დღეს მინდა განვიხილო ერთი ონლაინ პლატფორმა, რომელიც არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ მასწავლებლებს, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შექმნათ ძალიან მოკლე დროში კარგი ვიზუალური რესურსი, ძალიან მარტივად უკვე არსებული საინფორმაციო თუ მხატვრული ტექსტის საფუძველზე უკვე შექმნილი დოკუმენტური მასალის საფუძველზე. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ეს არის პლატფორმა notebook.lm.google.com. Google-ს არის მიღმული ეს პლატფორმა. Google-ის ანგარიში თუ გახსნილი გვაქვს ავტომატურად შევდივართ და იხსნება ჩვენი ანგარიშიც. მე შექმნილი მაქვს რამდენიმე ასეთი რესურსი, როგორც ხედავთ და მოკლედ ახლა მოდით ერთად შევქმნათ ახალი რესურსი და გავიაროთ ნაბიჯ რა არის ამისთვის საჭირო. ახლის შექმნა, ასეთი ბრძანება გვაქვს, ვირჩევთ. იშლება ახალი ბლოკნოტი. აქ იშლება ფანჯარა, სადაც შეგვიძლია ჩავსვათ ინფორმაცია პირდაპირ რომელიმე ვებგვერდიდან. ავტვირთოთ ფაილი, რომელიც ჩვენს კომპიუტერშია შენახული. YouTube-ის ლინკი გავაზიაროთ, Drive-ზე თუ გვაქვს რაიმე ფაილი ავტვირთული, ის გავაზიაროთ, ან უბრალოდ დავაკოპიროთ ტექსტი და ჩავსვათ დაკოპირებული ტექსტი. მოდი, მე ყველაზე ხშირად ვიყენებ დაკოპირებული ტექსტის ჩასმის ფუნქციას და მოდი გავაკეთოთ ეს. მოკლედ, აი ამ ჩარჩოში შეგვაქვს დაკოპირებული ტექსტი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, მოვძებნოთ ასეთი ინფორმაცია, უახლოეს პერიოდში 9 აპრილი მოდის და ამ თემას აუცილებლად განვიხილავთ ჩვენ მასწავლებლები ბავშვებთან. რომელ გვერდზეც გვინდა იმ გვერდზე შევიდეთ, მაგალითად, ავირჩიოთ ეს რას გვასწავლის 9 აპრილი. დავაკოპიროთ ტექსტი. გადავიდეთ ისევ notebook.lm-ზე, ჩავსვეთ დაკოპირებული ტექსტი, დავაჭიროთ ჩასმას და დაველოდოთ. გაანალიზებს ხელოვნური ინტელექტი ჩემს მიერ მიწვდილ მასალას, აი ასეთ მოკლე შემაჯამებელ ტექსტს წერს. და ახლა ჩვენ შეგვიძლია დავუსვათ მაგალითად დამატებითი შეკითხვა, რომელზეც გამოთქვამს აზრს ეს ხელოვნური ინტელექტი და დაამატებს ჩვენს მიერ მიწვედებულ ინფორმაციას, თავის მიერ მოძიებულ ინფორმაციას. და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ჩვენ ავირჩიოთ რა ფორმატის რესურსი გვინდა. აუდიო მიმოხილვა გვინდა, სლაიდების დასტა, ვიდეო მიმოხილვა, გონებრივი რუკა, მოხსენებები, ფლეშბარათები, ტესტი, ინფოგრაფიკის ვარიანტი მინდა თუ მონაცემთა ცხრილის გენერირება. მე ყველაზე ხშირად ვიყენებ ვიდეოს მიმოხილვას, ძალიან მომწონს და მოდი გავაკეთოთ უბრალოდ შედარებით მეტი დრო სჭირდება ვიდეოს მიმოხილვას. დავაჭიროთ ამ ბრძანებას, აქ გვაქვს შემოთავაზებაში რა ფორმის ვიდეო დაამზადოს ხელოვნურმა ინტელექტმა, ახსნელი იყოს სტრუქტურირებული ყოვლისმომცველი მიმოხილვა, რომელიც აკავშირებს ჩვენს წყაროებს ერთმანეთთან, იყოს მოკლე მიმოხილვა, რომელიც დაგვეხმარება წყაროებიდან ძირითადი იდეების სწრაფად გააზრებაში. ვირჩევთ ენას, რა თქმა უნდა, ქართული გვინდა. აქ გვაქვს სტილი ვიდეოსი, შეგვიძლია ავირჩიოთ რა სტილში გვინდა დაგვებზადოს, მაგალითად, ქაღალდის ნაკეთობები ავირჩიოთ, შეგვიძლია ავირჩიოთ ავტომატური არჩევა. მე კონკრეტულად მივუთითებ ახლა ქაღალდის ნაკეთობას და აი აქ შეგვიძლია დამატებითი კომენტარი დავწეროთ. მაგალითად, რაზე უნდა ფოკუსირდეს ეს წამყვანი, ანუ ვით საუბრობს, შეიძლება იყოს ქალი, შეიძლება იყოს მამაკაცი. მაგალითად, შეგვიძლია ჩავწერო დამატებითი ინფორმაცია, რაზე მინდა ფოკუსირდეს ეს წამყვანი, ხო? თუმცა აქ მე ახლა არაფერს არ ჩავწერ და მოდი ვნახოთ ამ მითითების გარეშე როგორ ვიდეოს შემოგთავაზებს. როგორც გითხარით, გარკვეული დრო სჭირდება ამას. შეიძლება 5 წუთიც დასჭირდეს, ასე რომ დაველოდოთ. როგორც ხედავთ, შეიქმნა ჩვენი რესურსი და მოდი ვნახოთ შედეგი. შეგვიძლია ამ რესურსის ჩამოტვირთვა, სახელის გადარქმევა, გაზიარება. ამ შემთხვევაში, ვისაც ამ რესურსის ლინკი ექნება, მას ექნება წვდომა, ან
საჯარო შეგვიძლია გავხადოთ აქედან მაგალითად ახლა შეზღუდული ფუნქცია მაქვს ჩართული ნებისმიერი ვისაც თვლი აქვს ან საერთოდ საჯარო რო გახდეს ანუ ვინც ამ პლატფორმით ისარგებლებს ყველას რომ ამოუგდოს ასევე შეგვიძლია დავუმატოთ ადამიანთა ჯგუფი იმეილის მითითებით და შეგვიძლია ჩავწეროთ მისასალმებელი ტექსტი კარგი მოკლედ მე ამ შემთხვევაში დავტოვებ შეზღუდულ მდგომარეობაში ჩემს მიერ შექმნილ რესურსს მინდა ჯერ გადავხედო როგორი რესურსია რომ ღირს თუ არა მისი გაზიარება საზოგადოებისთვის ვნახოთ ერთად ჩამოტვირთვამდე მე აქვე ვნახავ რესურსს გავადიდოთ ფანჯარა და დავიწყოთ ასე თავებად მთავარ აზრად, მთავარ იდეად გამოაქვს სათაურებად კონკრეტული საკითხები, ასე ყოფს და განიხილავს თითოეულ მათგანს ნაწილ-ნაწილ. მე მგონი ძალიან კარგი რესურსი გამოვიდა, რასაც გადახვევებით ვუყურე და შეიძლება მეც გამოვიყენო გაკვეთილზე. აუცილებლად გაგიზიარებთ ამ რესურსაც ჩემს YouTube არხზე, ასე რომ გამოიწერეთ ეს არხი. აუცილებლად ჩამოვტვირთავ ამას ჩემს კომპიუტერში. ხო, რაც უნდა აღვნიშნოთ ეს არის, რომ შემაჯამებელ კითხვებსაც სვავს, რომელზე ფიქრის საშუალებას გვიტყვის ჩვენ მსმენელს, ამ შემთხვევაში ბავშვებს, ვისაც ამ რესურსს უზიარებთ. ჩემს მოსწავლეებს, როგორც გითხარით, უკვე ბევრი რესურსი მაქვს შექმნილი, ბევრი, რამდენიმე ძალიან მოეწონათ ეს რესურსი და აღფრთოვანებულები აღნიშნება მასწავლებლად თქვენ შექმნით ეს რესურსი და რა თქმა უნდა მე ვეუბნები რომ მე მხოლოდ გამზადებული ტექსტი მივაწოდე ხელოვნურ ინტელექტს და მან დაამუშავა იგი აი ძალიან კარგი საშუალება ზოგავს ჩვენს რესურსს ენერგიას რომელიც შეიძლება სხვა ახალი რესურსის შექმნისთვის გამოვიყენოთ თუნდაც ბრუნდებით სტუდიაში და თუ გვინდა სხვა ვარიანტებსაც შევაქმნევინე მაგალითად ტესტს. ტესტის მინუსი ჩემთვის ის არის, რომ არ შემიძლია მისი გადმოწერა და მხოლოდ აქვე შემიძლია განვიხილო მოსწავლეებთან ერთად. ამასაც გარკვეული დრო სჭირდება. აღარ დაველოდები მე ამას რომ გაჩვენოთ. ძალიან მარტივი სამუშაო პლატფორმაა და ძალიან მარტივად გავუძღვებით თქვენს. გაერკვევით უпростоრად. მადლობა ყურადღებისთვის, არ დაგავიწყოთ ჩემი არხის გამოწერა. სხვა შეიძლება ცოტა დაგვიანებული, მაგრამ საინტერესო სიახლეებისთვის. მადლობა, ნახვამდის.